მოგესალმებით, კი, მართალი ბრძანდებით, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში დავდივართ თებერვლის თვიდან, უკვე მოვიარეთ აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი და ახლა გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლების პერიოდი, ვიყავით უკვე პანკისში, ახლა ვართ თუშეთში, აქ ვიქნებით კიდევ რამდენიმე დღე, შემდეგ გადავალთ ფეხით ხევსურეთში, მოვივლით ხევსურეთს, მოვივლით ფშავს და შემდეგ ხევსში დავასრულებთ ამ ეტაპს ჩვენსას. და ამის მიზეზი და მიზანი რეალურად არის ის, რომ ის ხმები, რომლებიც პოლიტიკაში არის მის, მოვიტანოთ პოლიტიკაში. განსაკუთრებით მთის ხმა, იმიტომ რომ კი შეიძლება დიდი ქალაქების ხმები ისმოდეს, მაგრამ მთის გასაჭირი, საზრუნავი და სათქივარი იშვიათად ხა თქვენ შუქის გამორთვა ახსენეთ, აქ არც მოსულა. ბევრ სოფელში, სადაც არ არის უბრალოდ ელექტროენერგია და ადამიანები ასე არიან მიტოვებული. ახლა კი დიდ უფრო ესე ტურისტულად პოპულარულ ქალაქებში შეიძლება რაღაც ოდნავ მეტი იყოს გაკეთებული, მაგრამ აი ახლა მე მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ამ სოფლის პრობლემა, ვარ სოფელ ჯვარ-ბოსელში. აქ ჩამოდის ალაზანი და ხიდი არ არის ნორმალური, რომ ადამიანები გავიდნენ. ეხლა ვერ მოვახერხე უბრალოდ ჩვენება თქვენთვის ამის, მაგრამ ისეთი ხიდია სასალფეხო გადებული, რომელსაც მხოლოდ სამხრეთ მხარეს აქვს მოაჯირი და ისე მოძრაობს, რომ ადამიანი თავისუფლად გადავარდება იქიდან. და მართლაც ერთი კვირის წინ ახალგაზრდა კაცი მიდიოდა, დაუწდა ფეხი, გადავარდა და დღეს ჯვარ-ბოსელში მხიარული ხმები არის მის, იმიტომ რომ მთელი სოფელი გლოვობს ამ ადამიანის დაკარგვას და რატომ მოხდა ასე? ასე მოხდა უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყავს ქვეყანაში კორუფცია და არაპროფესიონალიზმი და ეს რაღაცა ზოგადი ფრაზები და რაღაცა მოტანილი მოგონილი რამეები კი არ არის, ეს ჩვენ გვიჯდება დიდ ადამიანურ ტრაგედიებად. ეს არ არის ყველა სოფელში, სადაც მივედით ჩვენ და უკვე ბევრი ვიარეთ, ფეხით დავდივართ თან არეგონოს მაყურებელს, რომ რაღაც ფუფუნება, მოგზაურობა გვაქვს, კარვებით დავდივართ, იმიტომ რომ ხა ეს სასტუმროები და ასე შემდეგ საკმაოდ ძვირია, მაგრამ ფეხით შემოვივლით ყველაფერს, რასაც შევძლებთ ფიზიკურად. და ყველგან ადამიანები ითხოვენ ელემენტარულ რაღაცებს. არის ის ხმები, რაზეც თქვენ თქვით, ელემენტარულ რაღაცებზე, ყველა ადამიანის ყურამდე. რაზე ლაპარაკობენ, რა უჭირს მაგალითად თუშეთი ხო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ლოკაციაა საქართველოში. და არა მხოლოდ ქართველებისთვის, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან ადამიანები, რომ ეს უკაცრიელი ველური სილამაზე ნახონ. სადაც ასევე კულტურული მემკვიდრეობა ძალიან დიდრადაა. ხო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა. რომელიც ნადგურდება სამწუხაროდ წლიდან წლამდე. დიახ, ჯერთი სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან, ადამიანებისგან, სხვადასხვა ასაკის, ყველა მიდის, ბევრი მიდის ძალიან. განსაკუთრებით უფრო განაპირა სოფლებიდან ძალიან ბევრი მიდის, როგორც გავიგე, ირლანდიაში, გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრაციაში. მაგრამ თუშეთის ზამთარში ხო ისედაც დაცლილია, კანტინურად რჩება. ისედაც დაცლილია, რჩებიან რამდენიმე სოფელში, რამდენიმე ადამიანები, მაგრამ ეს დარჩენა არის ყოველწლიურად, არ ვიცი, წარმოუდგენელი გნირობა, იმიტომ რომ როგორ ახვედით ბატონ ლევან, გზა რა მდგომარეობაშია? ხდება თუ არა ყოველწლიურად შეკეთება, რაც აუცილებელია ისეთ მიუვალ პირობებში, როგორიც ეს მთავარი გზა ადგილებზე ფართოვდება და მუშაობს ტექნიკა, მაგრამ აი შიდა გზები არის საშინდელ მდგომარეობაში. ახლა ჩვენ აქ არ ამოვსულვართ მხოლოდ როგორც საერთოდ არ ამოვსულვართ როგორც ტურისტები. ამოვედით პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომ გავიგოთ რა ხდება. ხო, და აქ შიდა სოფლებში არის ძალიან მძიმე ვითარება და ამიტომ იცლება, იმიტომ რომ ადამიანებს რამე რომ დაჭირეთ, აი ახლა ვიყავი თუშ მეცხვარეებთან ასული და მათზეც მინდა ვთქვა, მაგრამ რადგანაც ვკითხეთ, ერთ-ერთი მეცხვარე მეუბნება, რომ შარშანო ბრმანაწლავი გამისკდაო და ორი დღის განმავლობაში გახეთქილი ბრმანაწლავით ვიყავიო ადამიანმა მითხრა, ტელეფონი არ იჭერს, ინტერნეტი არ იჭერს, არაფერი არ და მე უბრალოდ ჩამოიარა მანქანამ და წაიყვანა ეს ადამიანი და გადარჩა რა, გადმოხედეს არ ვიცი სალოცავებმა. აი ესეთ მართლა ღვთისანაბარაა მიტოვებული ხალხი ეს რაღაცა ფერადყდიანი ჟურნალების რეკლამები თუშეთზე ერთია და ძალიან კარგია, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება ძალიან
ძიმია. ახლა თუშეთი მაგალითად საქართველოს არ არსებობს მთის გარეშე, თუშეთის გარეშე, ხომ ეს ვერ იქნება ისეთ საქართველოს როგორიც გვიყვარს. თუშეთი ვერ იარსებებს მეცხვარეობის გარეშე. და მე ვფიქრობ, რომ აი მეცხვარეების ის თაობა, რომლებიც ახლად განან ცხვარში, მათ მერე უკვე დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ ეს მეცხვარეობა საერთოდ მოისპოს. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. ქირაზე, რომელსაც იხდიან საძოვრების გამო და უამრავ რამეზე. ალბათ მოხდება ამ პრობლემების შეკრება და ამის ყველაფრის აუცილებლად მოხდება, იცით, იმიტომ რომ პოლიტიკაში თუ არ ითქვა ეს სათქმელი, რაც არის, იცით, აი ძალიან ხშირად დებატები იმაზე, რომელმა პოლიტიკოსმა Facebook პოსტის მეორე აბზაცის მესამე ფრაზაში რა იგულისხმა მესამე პოლიტიკოსზე, საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, ეს ადამიანები რითი ცხოვრობენ და აი ეს სათქმელი უნდა იყოს ხოლმე. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს არის თავარი ამბავი, რომ არ მოკვდეს მეცხვარეობა, რომ არ დაიცალოს სოფელი. პოლიტიკოსთა განცხადებებს მინდა, ანუ ბარში ჩამოგიყვანოთ ახლა, რაც ითქვა დღეს ირაკლი კობახიძის მხრიდან, თქვენ დავაკავშირებ მაინც თუშეთში ხართ, ჩვენ თუში გმირი. აი ჩემს უკან არის სოფელი ვერხოვანი, ეს არის გიორგი ანწუხელიძის გვარი აქედან მოდის. და ვიყავით ასულები დღეს დაცლილია ეს სოფელი რა თქმა უნდა სამწუხაროდ, მაგრამ თუში გმირი ყავს, დიდი გმირი ქართველებს გიორგი ანწუხელიძის სახით და აი ხვალ 18 წელი შესრულდება რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის დაწყებიდან. რუსეთში საქართველოსში რუსეთის ბოლო შემოჭრის შემდეგ 18 წელი გავიდა და აი ალბათ გახსოვს რა უდიერად მოიხსენია თეა წულუკიანმა ანწუხელიძე, რომელიც არეკლამო მსხვერპლად გამოიყენა. ხო, და დღეს კიდე პრემიერმა კობახიძემ ესეთი განცხადება გააკეთა, რომ ოპოზიციაში რუსოფობები არიანო. ზუსტად იგივე რიტორიკას იმეორებს, რასაც ამბობს პუტინი კრემლში. და წუხს იმაზე, რასაც ოპოზიციონერები, იმ კრიტიკაზე, რასაც ოპოზიციონერები რუსეთის მისამართით ამბობენ. რას უნდა დავუკავშიროთ ახლა ეს ყველაფერი? როგორ ხედავთ კობახიძის წუხილები? და აქ ინტერნეტი ძალიან ბევრ სოფელში არ გვაქვს, ჩვენ კი გვაქვს ჩვენი კავშირი წამოღებული, მაგრამ ყოველ წუთში ვერ ვიყენებ და არ წამიკითხავს მისი ეს წერილი. კი ვნახე რომ განიხილავ და საზოგადოება ამას, მაგრამ რაზე ვლაპარაკობ, საერთოდ გუშინ ვიყავით დიკლოს ციხესოფელში, გუშინწინ. დიკლოს ციხესოფელი ვნახეთ და იქიდან მოჯერთი ეს არის უნიკალური ძეგლი, იყო თუშეთის თავდაცვითი ზღუდე ლეკების შემოსევებისგან 2019-2023 წლებში უნდა აღედგინათ და აი თითითიძე არ არის დადებული, ისე ნადგურდება, ეს მართლა უნიკალური ნაგებობა. მაგრამ იქიდან მოჩანს ორი სოფელი, რომელიც ოფიციალურად არის ქართული სოფლები. მაგრამ რუსებმა მიიტაცეს. აქაც მიმდინარეობს ოკუპაცია, რომელზეც ამათ ლაპარაკიც კი ეშინიათ საერთოდ. ამიტომ მათი წუხილები ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო. დავდივარ აქ ვესაუბრები ადამიანებს, აი ეს პრობლემები, რაზეც ვლაპარაკობ, კობახიძის წერილზე აქ არავინ არ ლაპარაკობს საერთოდ. საერთოდ არ აინტერესებს ამ ადამიანებს. მაგრამ კობახიძის და ივანიშვილის პოლიტიკა მაგათაც ეხება, ზუსტად ისე რაც ეხებათ, რა თქმა უნდა. ეხებათ რა თქმა უნდა და ამიტომაც მეც არ მაინტერესებს, მაგრამ იძულებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებაში კი არ საფედურობ, თქვენ რომ აი ამ კონტრასტი მინდა გიჩვენოთ, იმიტომ რომ მათ შეიძლება გონიათ ხო სხვანაირად კობახიძეს და სხვებს, მაგრამ აქ რეალურად სხვანაირი რეალობა. ეხლა რო ავედი ხეობაში გავუყევით მეცხვარეებთან, თავისუფლების მოედნიდან ვარ მეთქი უთხარი და ჩვენს თავისუფლების მოედნიდან რო ვართ, იმიტომ ცხოვრობთ აქო მითხრეს და ეგეთი ხალხია აქ და იცით, ხო, აი ეს მიმდინარეობს ეს ოკუპაციას და ამიტომ რა თქმა უნდა, აი ამ პრობლემებზე, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, რომ ადამიანი დავკარგეთ და ეს ნეგატიური შემთხვევა კი არ არის თუ როგორ თქვეს რაღაც კაცის მკვლელობაზე, ხო, ცოტა ხნის წინ არის უდიდესი ტრაგედია. ეს დაიკარგა, იმიტომ რომ აი ეს ხალხი დაკავებულია ქვეყნის ძარცვით. ერთადერთი რამე აინტერესებს ამათ, ქვეყნის ძარცვა. მაშინ როდესაც აი ამ სოფელზე და მთაზე რო ლაპარაკობენ, უკასავთ აი სულ ნახევარი წუთი მინდა, ხო? ეს არის აბსოლუტური ტყუილი. არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, სულაც პირიქით, რომ აი ეს სოფელი იდგეს ფეხზე, ეს ყველაფერი არის ტყუილი და მათი ეს პასკვილები, რასაც აქვეყნებენ ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად, ხომ? ეს ამ deep state-ზე, რადიკალებზე და ისიც რისთვის არის იმისთვის, რომ ხალხმა არ ისაუბროს და არ იმსჯელოს რეალურ პრობლემებზე. და ამიტომ ამ პროვოკაციაში კობახიძეს და მათ პროპაგანდისტებს ნამდვილად არ აუყვები და გავაგრძელებთ ჩვენ თავისუფლების მოედანი საქართველოს შემოვლას და იმ რეალური პრობლემების შესახებ საუბარს, რაც მართლა არსებობს, თორე ავიცი ხა deep state-ის მეშინიაო თუშებს არ უთქვამთ, ჩემთვის არ აქვს. დიდი მადლობა. მადლობა. თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან